დილამშვიდობისას მე ვოდებო დიდება უფალს. ქუთაისი, ცენტრალური მოედანი, ბაღის კიდე. თქვათ დილის ფსალმუნები. მერე დავაყოლოთ გოდება. ქალაქს დაგანახეთ. ვაკურთხოთ ჩვენი ბეწკრულა ქვეყანა. ჩვენი ქუთაისი. აგიკითხავთ ფსალმუნებს. აგიკითხავთ ფსალმუნებსა ჩემთვისაც მადლია. ღვთის სიტყვა. დიდება უფალს. ვამხილოთ ბოროტებაში. თქვათ პირველი ფსალმუნის სადიდებელი უფლისა. იკითხეთ ფსალმუნები ცოტა ტვინი გაგეწვინდებათ. ბარე ორ დამთხეულს ეხება ეგი. ნუ მიწერთ უაზრო კომენტარებს, თორე ყველას გბლოკავთ. ნუ მიწერთ სისულელეებს, არც ეს არ ვიტოებ. თქვენთვის არ მცალია მე დამთხეულებისთვის. თუ დაწერთ რამე წესერი სიტყვა ჩაგვაქსოვეთ, თორე თქვენი უზრდელობა, ვის რა ოხრობათ უნდა კიხათ ყველა გაშავებულები მერე მაგით. ფსალმუნი პირველი. ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უხრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჟილოთასა არა დაჯდა, არამედ სჯულსა უფლისას არც ნება იმისი და სჯულსა მისა ზრახავ იგი დღე და ღამე და იყოს იგი ვითარსა ხე დანერგული თანაწარსა დინელსა წყალთასა, რომელმან გამოსეს ნაყოფი მისი და ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისი არა დასვივენ და ყოველივე რაიცა ყოს წარემართოს მას. არა ესრე უღმრთონი, არა ესრე არამედ ვითარსა მტვერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქვეყანისა. ამისთვის არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნის რახვასა მართალთასა. თქვენ გეხებათ ეს უზნეობას რო ჩადიხარ და ფულზე რო გაქვს სული მიყიდული ჯოჯოხეთი გელით, ჯოჯოხეთი. რამე თუ უწყის უფალმა გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს. წარწყმენდილები ხარ თქვენ დღესაც, თქვენი უხთო საქმეებით, თქვენი უზნეობით. ფულში რო გაგვიყიდეთ ქვეყანა, მიყიდეთ ეშმაკს, ჩვენი წიაღისეული ყველაფერი. ნახეთ თქვენ ღმერთმა რა დაგმართოთ. კიდევაც დამართებული არა გაქვთ უკვე. ფსალმუნი მესამე. უფალო, რადგან მრავლდეს მაჭირუებელნი ჩემნი და მრავალი აღდგეს ჩემზე და მრავალთა რქვან სულსა ჩემსა, არა არის ცხოვრება იმისი ღმრთისა მიერ მისისა, ხოლო შენ უფალო მწე ჩემ და ხარ, დიდება ჩემთა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმინდით მისით. მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამე თუ უფალი მწე მეყო მე. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა იგი გარემომიცვეს მე. აღდე უფალო მაცხოვრე მე ღმერთო ჩემო, რამე თუ შენ დასცენ ყოველნი რომელნი მემტერნეს მე ამაოდ. კბილნი ცოდვილთანი შენ შემუსრენ, ამინ უფალო. უფლისა არ ცხოვრებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი. ვაკურთხე უფალო შენი სიდიადით, შენი სიყვარული. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწნა მარადისა მრავალ ჟამია. თქვათ ეხლა მეექვსე ფსალმუნი, სადიდებლები ვთქვათ, მერე გოდებას ვთქვათ. ჩვენ სულ გაყიდულ მესვეურებზე. სოდვები არიან, მაშობელ ძაღლები. არაფრის ტრაკი არა აქვთ, ხალხო ისევ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ.
მაგენს დიდი ხანია, მაგენის მამებს აქვს გაყიდული ჩვენი ქვეყანა. სოდვები არიან, ულტრაკოყარაშოხლები არიან და აქვთ მიცა ეშმაკმა უფლება ხელიები რო აწერონ ბოროტ საქმეებზე. მაგენი ჩვენი გადასარჩენია, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ. გამოდით ყველა თითო კაცი რო ვარ. მე რო ყურებ შვილები სადარდებელი არა გააქვთ. შიშვრები დადიან ჩვენი შვილებს, ჭიბგაზმოყრილები, რა გაქეიფებთ? მატლებად გექცევათ, მატლებად გექცევათ, მაგი თქვენ ყველაფერი. საკუთარ ტყავში რო ვერეტებით, საცოდავებო. ფსალმუნი მე-6. ეშმაკები ვიტადიან, დაცემული ანგელოზები, ნახე მარტო მაგენს მოუჩანს, ფეხები. ხატებზე. აი რას დაგვამსგავსა. ეშმაკმა, ფსალმუნი მე-6. უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე. ნუცა რისხვითა შენითა სწავლი მე. მიწყალე მე უფალო, რამე თუ უძლურ ვარ. განკურნე მე უფალო, რამე თუ შემიწუნდეს ვალნი ჩემნი და სული ჩემი შეწუნდა ფრიად. და შენ უფალო ვიდრემდის, მოიქეც უფალო, იხსენ სული ჩემი მასხოვნე მე წყალობისა შენისათვის. რამე თუ არ არს ვინ საკუდილსა, შინა მოგიხსენო შენ, ანუ ჯოჯოხეთ შინა, ვინ აღგიარო შენ. დავშვერი მე სულ თქუმითა ჩემითა, დავბანო მარადღა მეცხედარი ჩემი, სრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო. განრისხდა გულისწყრომითა თვალი ჩემი, განვკავთი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა, მე შორენი ჩემგან ყოველი მოქმედმი უსჯულოებისანი. ამინ უფალო. რამე თუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი, ისმინა უფალმან, დიდება უფალო შენ სახეს, ვედრებისა ჩემისაი, უფალ როსვაი ჩემი შეიწყნარა. მადლობა უფალო. ცხვენოდენ და შეწუნდენ ყოველი მტერნი ჩემნი. მართლუკუნ იქსე და ცხვენოდენ ფრიად და მსთუად. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა. აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამინ. თქვენი ღვდელი სახლივით კეტავს ტაძარს და იმ ტაძარში თქვენი ღვდელი ხარებაში რო არის იქანე. ხარებაში არა ხარ? პეტრე პავლოვში ხო, მაგაზე ვიძახი. სახლივით კეტავს ჯოჯოხეთიელის და ღმერთი ტირის ციხე. თქვენი იმაში რა პეტრე პავლოვში სახლივით კეტავს ტაძრის კარებს. სათქვე არ იკეტებოდა არასოდეს ტირის უფალი, ყუდიანები არიან, მაგენი ზამია. მარა კი არა, მართლა გეუნები. ასეთ არ უნდა იკეტებოდეს, მერე მიისაკუთრეს ამ დამპლებმა ტაძრები. მერე რატო დადიხარ მაგ დამპლებთან? ღმერთანი არის, მაგენი ყუდიანები არიან, ზამია. ხო, მართალი ვარ კი ვიცი, მაგრამ ყუდიანები ჩაკეტენ უფალი ტაძარში. სატანები არიან, ზამია მაგენი. უმეტესობამ ასეთები არიან, მაბოზები, მაგენი. წახტინენ ღმერთი. ტაძრებს კეტავენ, დამპლები ღმერთი ჩაკეტენ და ღვთისმშობელი ჩაკეტენ შიგნით. სახლები გაიხადენ, ტაძრები. ამ დამპლებმა, ამგენმა. ანათემა. ყველას მათ მოდგმას. ანათემა. სახლებად აქციან ტაძრები დამპლებმა. არასოდეს არ იკეტებოდა ჩვენთან ტაძარი საბჭოთა კავშირის დღე და ღამე ღიათ იყო ტაძრები. დღე და ღამე ღიათ იყო ტაძრები. და ღვთისმშობელი ჰქონდა ხალხს. ეხლა თავში მართემე შევა მოიპარავსო, შედამპალო, დადი და გაათიე ღამე შენ ღვთის სახლი არის, მაგი კეტავ ღვთისმშობელს კეტავ შიგნით, უფალს კეტავ შიგნით, ქრისტეს კეტავ, შეარამზადა. თქვენ რა მოგივიდეთ ნახეთ, ქუსლები თქვენთვის სანატრელი იქნება, ქუსლების დაჭრა. დამპლებო. თქვათ სამადრობელი უფლისა მერვე ფსალმუნი. წაახტინენ ქვეყანა ამ ბოზებმა, ამგენ არ ვიგინები. უნდა შევიკავო, თავი არ შეიგინო და არც ვიგინები. ბოზი თუ უთხარი, მაგას უნდა უხაროდეთ. სიამოვნებით მიცემენ ტრაქს, ოღონდ წინ შოკოლადი დაუდევი. ან ხორცის ნაჭერი. ფსალმუნი მერვე. ცხვირებში უკეთია ჩვენ ბავშვებს. ბეჭდები,
ფუჩურზე უკეთიათ ბეჭდები თქვენ და თქვენ აქედე ქეიფოთ თქვენ შობელძაღლებო თქვენ ჭიბერზე ბეჭდები უკეთია რა გაქეიფებთ თქვენ დედააფეთქებულებო თქვენ ღორებათ იქცა თქვენი სტომაკი სალმუნი მერვე უფალო ჩვენო ვით არ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა რამე თუ ამაღდა დიდად შვენიერება ის შენი ზესკნელსათა პირითა ყრმათა ჩვილთა წოვართაითა დაამტკიცე ქება იმ მტერთა შენთათვის რაითამსა დაიხსნა მტერი იგი და შურის მგებელი რამე თუ ვიხილე მეცანი ქმნულნი თითთა შენთანი თოვარე და ვარსკვლავები რომელ შენ დააფუძნენ რა იარს კაცი რამე თუ მოიხსენე მისი ანუ ძე კაცისაი რამე თუ მოხედავ მას დააკლეგი მცირედ რაიმი ანგელოსა დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ყავ იგი და დაადგინე იგი ზედა ქნულსა ხელთა შენთასა ყოველივე დაამორჩილე ქვეშე ფერხთა მისა ცხოვარი და ზროხაი ყოველივე მერმეცა და მადლობა უფალო და პირუწყნი ველისანი ფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი რაოდენი ვლენან ალაგებსა მას ზღვათასა უფალო ჩვენო ვით არ საკვირველ ვარ სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა ამინ უფალო დიდება შენ სახელს ღმერთო ჩვენო დიდება შენ სახელს ზეს გამოვა ცოტა გავთქვები აქა ვარ მე მთელი დღეების განმავლობაში 12 პირველ საათამდე აქა ვარ და რაც შემიძლია ვეუბნები ხალხს და თქვენ რას აკეთებთ რესტორნებში ზღებით ოხრა დაგშებათ ყველაფერი თქვენ შვილებს თქვენ წინაშე გაგიპატიურებენ ვაი თქვენ რა გელით სიკვდილს ინატრებთ და სიკვდილი არ მოვა თქვენთან წმინდანები თქვენ სისხლში ხელებს დაიბანეთ თქვენ ღორებო თქვენ ნახეთ რა მოგივიდეთ გადაფუთეთ კარგად ღვთის სიტყვები რა წერია ზუსტად ეს სიტყვებია იქ მოცემული დამპლებო ფსალმუნი მე-12 წმინდანები დაიბანენ თქვენ სისხლში ხელებს ვიდრემდის მე-12 ფსალმუნი ვიდრემდის უფალო დამივიწყებ მე სრულიად ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან ვიდრე ვისთვის დავიხსნეს რახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე ვიდრემდის ამაღდებოდის მტერი ჩემი ჩემზე და მოიხილე შეგესემინ ჩემი უფალო ღმერთო ჩემო განანათლენ თვალნი ჩემნი ნუ უკვე დავიძინო მე სიკვდით ნუ სადა თქواس მტერმან ჩემან მრევ ეყავ მას მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდნენ შე თუ ვიზრა ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ იხარებდეს გული ჩემი მასხოვრებითა შენითა უგალობდე უფალსა კეთილის ყოფილსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა ამინ სოდვებია ჩვენი შვილები თქვენს გამოვა ასე და ჩვენს გამოვა ამის ანადგეში რო არიან არ გებრალებათ ხალხო არ გეცოდებათ არ უნდა გავერთიანდეთ დიდხანს იქნებით მასე ხროვაში თქვა სადიდებელი უფლის ცისა ქვეყნისა ყველაფრისა მისია ყველაფერი ფსალმუნი მე-14 ჯოჯოხეთი გელით ყველას ვინც ღვთის სიტყვას არ იცავს ყველას ხალხო იცოდეთ აქაური მიწიერი ცხოვრება არაფერი არ არის სული უკტავია როგორც საათი მიდის ისე მიდის აქაური ცხოვრება და გეახლოვდება ჯოჯოხეთი თქვენ ნახეთ რა მოგივიდეთ სოდვები ხართ ამიტომ მოინანიეთ ჯობია ფსალმუნი მე-14 შეუდექით მარხვის გზას გადახსენით ფსალმუნი ნელა-ნელა გაერკვიეთ თქვენ შობელძაღლებო მაგრები რო ხარ სადეგზელოებში და ერთი მეტანი არ გექნებათ გაკეთებული საიდან გექნებათ საკუთარ ყვერებს ვერ ხედავთ იმხელა ღიპები გაქვთ თქვენ სასოდავებო თქვენ მაგი გარი ქრისტიანობა მაგი აქ მოვა უფლისა ფსალმუნი მე-14 უფალო ვინ დაეშენოს კარავსა შენსა ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმინდასა შენსა რომელი ვიდოდის უბიწო და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინათვისა რომელმან არა ზაკვაიენითა თვისითა და არცა უყო მოყვასა თვისა ბოროტი და ყვედრებაი
მახლობელთა მისა ზედა არა მოიღო. შეურას ხარს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს, რომელი ეფუსოს მოყვასა თვისა და არა ეცრუოს, ცეცხლი მისი არა მისა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე იგი არა იძრას მარადჟამს. ამინ. თქვათ მეფეს ფსალმუნი მეფე დავითის მე-16 ლოცვაი დავითის. ვის უნდა მივემსგავს? ისმინე უფალო სიმართლისა ჩემისაი, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურა დიღე ლოცვისა ჩემისაი, არა ბაგეთაგან ზაკვალთა, პირის შენით განმართლებაი ჩემი, გამოვედი და თვალთა ჩემთა იხილეთ სიწრფო ებაი, გამოსადე გული ჩემე განიხილე ღამე, გამოაპყურვე მე და არა იპოვა ჩემთანა სიცრუვე. რაით არა იტყოდი სპირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყვათათვის ბაგეთა შენთასა, მე დავისვენ გზანი ფიცხელნი, დამტკიცემ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი, მე ღაღად ვყავ, რამეთო ისმინე ჩემი ღმერთო, მოყავ ჩემ და ყური შენი და ისმინე სიტყვათა ჩემთაი, საკვირელ ყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მღვდლომთაგან მარჯვენისა შენისათა, დამიცევ მე უფალო ვითარცა გუგაი თვალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე, პირისაგან უხდოთა ისა, რომელი მაჭირვებდეს მე, მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს და ძმელი თვისი შეიყენეს, პირი მათი იტყოდა ამპარტავნებასა, განმაგდეს მე და აწესერა მიმოცვეს მე, თვალნი მათნი ყვნეს დადრეკილ ქვეყანად, შემრაცხეს მე ვითარცა ლომი გამზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი, იყოფებინ რაი ფარულთა, აღდეგ უფალო უსწრე მათა დააბრკოლენ იგენი და იხსენ სული ჩემი უხდოთაგან მახვილი შენი, მტერთაგან ხელისა შენისათა, უფალო ცირეთთაგან ქვეყანით მიმოდაყვნენ იგნი ცხოვრებასა მასა და საიდუმლოთა შენთაგან რამეთო აღივსო მუსელი მათი, განძღე შვილებითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათა, ხოლო მე სიმართლითა ვეჩვენო პირსა შენსა, გამძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა. ამინ. უფალო დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სურსა, აწდა მარადისა მრავალ ჟამიერ, კიდე მაქვს ცოტა დრო. თქვათ ეხლა 22 ფსალმუნი. მარხვის დრო დაგვიდგა, კაცებო, მარხვის დრო. მივხვდით ამას, მივხვდით. ჩვენი მესეურები, ჩვენი მთავრობა არაფერს ვერ გაგვიკეთებენ, კაის. მაგისტრატი არა აქვს, ჩვენი საშუალები არიან, მაგენი ხალხის ფეხზე თუ არ ავდექით, ჩვენ და თუ არ დაუდექით ქვეყანას გადასარჩენად, მაგენი ვიშველია? თუ მეფე არის რომელიმე? ფსალმუნი 22. უფალმან წსოს მე და მე არა იმაკლდეს, ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე, წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე, მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა, სახელსა მისათვის, ვიდოდი ღათუ შორის აჩრთილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან რამე თუ შენ ჩემთანა ხარ, ყვერთხმან შენმან და არ განმან შენმან, ამათ ნუ გეშინის მცეს მე, განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთან, განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და
სასუმელმან შერმან დამართო მე ვირთაცა ურწყულმან წყალობაი შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა დამკვიდრება ჩემ და სახსა უფლისასა განგზნობასა დღეთასა ამინ უფალო ვაპატიო უფალო მადლობა ყველაფრისთვის თქვა გოდება ხალხო მთავრობაზე უფალო ვიამბორები შენ ფეხთა სავარს დამაძლევინე ბოროტი ადამიანთა სულთა ყველა ძალოვანი მამხილებინე აღვირში მამები ხვამსა ზედა ამსხრიე მათი სულები აგზნობინე ტანჯვა ამირანისა ღალატი სოლისა ღალატი ქმრისა შვილთა ტანჯვა ოჯახებში მათა ზეთა და იგზნონ ღმერთი ყოველისა სამეფოსა კანდელი უბნელე სოდვისა ცეცხლი მოხვიე სულებსა მათსა ღმერთს განდგომილსა ღვენთე მათი ძარღვები აბღავლე უფალო მტერი შენი შეგვიბრალე ღმერთო ნუქტანჯავ ამურჯულოთა ქართველთა სული შენი ძალი შენი მოგვეს ღმერთო რათა ასპიცა სული დაიძლოს და განდიდეს სახელი შენი მათი თესლი ვასილისკოს მოდგმა მათი გაწყვიტე ღმერთო ცეცხლი ჭირით კუპრით დამატლე მათი ნაღვირალი მოდგმა მოუნანიებლისა პრეზიდენტისა მოდგმა მოუნანიებლისა პრემიერისა მოდგმა მოუნანიებლისა მინისტრებისა მოდგმა მოუნანიებლისა დეპუტატებისა დანამებისა მოდგმა მოუნანიებლისა მოსამართლისა ტყვილიწონისა მოდგმა მოუნანიებლისა ექიმისა ფიცსეხილსა მოდგმა მოუნანიებლისა გაპარსულისა მღვდლისა აღვირაკრული მამისა და გამყიდველისა სანთლისა ვინაიდან მოვლენილი არიან უფლით წყემსად ქვეყნისა საქართველოსა რამე თუ იციან ესმით ხედავენ და ჩადიან ბოროს მადლობა უფალო ყველაფრისთვის დიდება შენ სახელს თქვათ ეხლა ფსალმუნი სადიდებელი უფლისა და დაგემშვიდობებით მესამოცე ფსალმუნი თქვათ მოდით ბევრი აქ კარგი პატარა არის უბრალოდ მე დრო არ მაქვს ეხლა მოვა დრო ყველაფერს ვიტყვით ერთად ამაზე კარგი სიტყვები დედამიწას არ დაუწერია ჯერ ხალხო რო იცოდეთ ფსალმუნებია ეს ამაზე კარგი სიტყვა ჯერ უფალს არ უქადაგია ადამიანის პირით იცოდეთ ეგი თქვენ ნელა გაერკვიეთ თამაში და გაიწმინდებით ბოროტისაგან და გაგვეერთიანეთ უფალი ყოველ ოჯახში უნდა იკითხებოდეს ფსალმუნი ხმამაღლა ფსალმუნი მესამოცე შეისმინე ღმერთო ვედრებისა ჩემისაი მოხედენ ჩემსა ლოცვასა კიდითგან ქვეყანისაით შენ და ღაღატყავ მოწყი ნებასა გულისა ჩემისასა კლდესა ზედა აღ მამაღლა მე მიძღოდა მე და იყავ ჩემ და სასო გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა ტერისასა დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა რამე თუ შენ ღმერთმან ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეს მკვდრობაი მოშიშთა სახლისა შენისათა დღითი დღე შეძინრნე მეუფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად მადლობა უფალო დადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა წყალობაი და ჭეშმარიტებაი მისი ვინ გამოიძიოს იგი ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა მარადჟამს და მიქსნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი დღე ამენ უფალო კიდე ერთ ლოცვას ვიტყვი და ამის დაგმშვიდობები თქვა 66 ფსალმუნი დიდებული ბევრი აქ რა თქმა უნდა არის სადიდებელი ეშმაკის გასადენი ბევრი არის ფსალმუნები გეხუტუნეთ თქვა 66 ფსალმუნი ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხონ ჩვენ გამოაჩინე პირი შენი ჩვენზე და მიწყალენ ჩვენ ცნობად ქვეყანასა ზედა და გზაი შენი და ყოველსა თესლებსა შორის
მასხოვრება შენი აღგიარებენ შენ ერნი ღმერთო აღგიარებდნენ შენ ერნი ყოველნი ხიარულ იყვნენ და იხარებდნენ თესლნი რამე თუ განსაჯნე ერნი სიწფუებით და თესლებსა ქვეყანასა ზედა უძღოდი აღგიარებდნენ შენ ერნი ღმერთო აღგიარებდნენ შენ ერნი ყოველნი ქვეყანამან გამოსა ნაყოფი თვისი მაკურთხენ ჩვენ ღმერთო ღმერთმან ჩვენმან მაკურთხენინ ჩვენ ღმერთმან და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა ამინ დროების მეგობარებო დროების მეგობარებო დროებით შეგვეწიოს უფალი მიყვარხართ